გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ჩემს YouTube არხზე. დღეს ახალი ვიდეოთი დაგიბრუნდით, რადგან რამდენიმე კვირის წინ დადებული ჩემი ჩანთების კოლექცია საკმაოდ საინტერესო ვიდეო გამოვიდა და ბევრს მოგეწონათ. დღეს გადავწყვიტე, რომ ჩემი ფეხსაცმელების კოლექციაც გაგიზიაროთ. თუ დიდი ხანია მიყურებთ, იცით, რომ ფეხსაცმელები ძალიან მიყვარს და ალბათ ერთადერთი რამეა, რაშიც ფული შედარებით ნაკლებად მენანება. ძალიან მიყვარს ზოგადად ლამაზი ფეხსაცმელები, კონკრეტულად კი ქუსლიანი ფეხსაცმელები, ანუ გამოსასვლელად, რასაც ვიყენებ ხოლმე და მოკლედ გადავწყვიტე, რომ ჩემი საყვარელი ქუსლიანი ფეხსაცმელები განახოთ. ნაწილი აქედან არის ბრენდული, შედარებით უფრო მაღალფასიანი, ნაწილი არის შედარებით უფრო ხელმისაწვდომი, თუმცა არანაკლებად ლამაზი. სანამ გადავალთ უშუალოდ ფეხსაცმელებზე, არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა, ასევე ამ ვიდეოს დალაიქება და დაკომენტარება, იმისთვის რომ არ გამოგჩეთ მომავალი ვიდეოები. ძალიან საინტერესო კონტენტი გელოდებათ, განსაკუთრებით საახალწლო პერიოდში. ალბათ იცით, რომ ახალი წელი ძალიან მიყვარს, ყოველთვის ძალიან ადრე ვიწყებ ხოლმე მზადებას და ამასთან ერთად წელს ვფიქრობ, რომ ალბათ vlogmas-ის სახითაც შემოგთავაზებთ ახალ ვიდეოებს დეკემბრის თვეში. 25 დეკემბერს ჩემი დაბადების დღეა, შესაბამისად ძალიან მიყვარს ეს პერიოდი და შევეცდები, რომ მოგეთ თქვენც გაგიზიაროთ ჩემი საახალწლო განწყობა. ახლა კი დროა უკვე გადავიდეთ ჩემი ფეხსაცმელების განხილვაზე. როგორც ხედავთ, ჩემს გარდერობში ძალიან დიდი ადგილი უკავია ფეხსაცმელებს. აქ კიდევ არ ჩანს უკანა მხარესაც რამდენიმე წყული ფეხსაცმელი მოგშენახული, იმიტომ რომ არსად არ მიდევა უკვე. და რაც არ უნდა უცნაური იყოს, ძირითადი ნაწილი ფეხსაცმელების, რომელიც მაქვს არის გამოსასვლელი, ანუ რასაც ყოველდღურად არ ვიყენებ. თუმცა ისე მომიტანს ესე განლაგებული, რომ ყოველდღე გარდერობში შემოსვლისას მოკლედ არ ვიცი, ძალიან მაბედნიერებს მათი დანახვა. და ეხლა ვფიქრობ რა მიმართულებით, სწორედ რა თანმიმდევრობით გაგიზიაროთ ფეხსაცმელები. მოდი გაჩვენებთ ყველაზე ბოლოს შეძენილ ფეხსაცმელს. თუ ჩემს vlogებს უყურებთ, ალბათ ნახეთ ვალენტინობას, რომ შევიწინე ეს ფეხსაცმელი, უბრალოდ ჩემმა საყვარელმა გვარმა მაჩუკა ვალენტინობის საჩუქრად, იმიტომ რომ იცის როგორ მიყვარს ზოგადად ფეხსაცმელები და კონკრეტულად ყველაზე მეტად ალბათ ფეხსაცმლის ბრენდებში Jimmy Choo-ზე გიჟდები, იმდენად მიყვარს. ყველა მაღაზიასაც დავინახავ, აუცილებლად მე შევიდე და დავათვალიერე, რომ მიუხედავად იმისა, რომ შედვერებს ვერ ვიყიდულობ ხოლმე. მაინც მოკლედ ყოველთვის შევდივარ Jimmy Choo-s მაღაზიაში. ეს კონკრეტული შევიძინე ნიუ-იორკში, Outlet Mall-ში, რომელსაც ქვია Woodbury Commons და იყო იანვარი-თებერვლის პერიოდი, მოკლედ. ზოგადად ეს მოდელი ძალიან დიდი ხანია, რაც მომწონს. მაშინ, როდესაც ქორწილისთვის ვარჩევდი ფეხსაცმელს, ერთ-ერთ ვარიანტად ამასაც განვიხილავდი, ოღონდ რა თქმა უნდა თეთრ ფერში. და მოკლედ ძალიან დიდი ხანია, წლებია, ალბათ 1-7 წელია როგორც მინიმუმ, რაც ამ ფეხსაცმელს ვუტრიალებ და არასდროს ფასდაკლება არ იყო ხოლმე, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელი არის Jimmy Choo-s კოლექციაში. და მოკლედ ამ აუთლეტში სტუმრობისას, მაშინ როდესაც უბრალოდ შევიხედე მეთქი რა ხდება ვნახოთ თქვა, აღმოაჩინე რომ კონკრეტულად ამ მოდელზე და მხოლოდ ამ ფერზე იყო ძალიან დიდი ფასდაკლება. ჩემი ზომა არ ქონდათ და მომიწია გამოწერა, თუმცა ვერ ვითმენდი ისე მიხარო და ერთი სული მქონდა სახლში როდის მოვიდოდა და unboxing-იც გადავიღე, აქ დავუთავ ვიდეოს, შეგიძლიათ უყუროთ. მოკლედ, საოცრად ლამაზი ფეხსაცმელია. ესეთი ბანტები აქვს, არაპროპორციულად, ერთი უკან, ერთი წინ. ულამაზესი, არ ვიცი, როგორ ავხსნა, როგორ მიყვარს და როგორ მომწონს ეს ფეხსაცმელი. ქუსლი აქვს ძალიან მაღალი, სასიარულოდ მაინც და მაინც კომფორტული არ არის, უნდა ვაღიარო, თუმცა სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს და ამ შემთხვევაში ნამდვილად გამორჩებული არის ჩემთვის ეს მსხვერპლი, იმიტომ რომ მართლა ულამაზესია. ჯერჯერობით არ მწმია, მხოლოდ სახლში მეცვა ერთხელ და მოკლედ ერთხელ კი არ ბევრჯერ, იმიტომ რომ აკვირდები ხოლმე ისე მომწონს და ერთი სული მაქვს, როდის მექნება შესაფერისი ივენთი, რომ ჩავიცვა. ვფიქრობ, რომ შემდეგ ქორწილში სადაც ვიდივარ, ამაზე დაყრდნობით შევიკერავ კაბას, იმდენად მინდა, რომ გარეთ ჩავიცვა და ისეთი ლამაზია და ისე მომწონს. ფერიც ულამაზესია, ბარბის ფერია. ძალიან ლამაზია ეს ბანდი თვითონ. მე მაცვია 38.5 ზომა და მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ფეხსაცმლის, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ მწმია, დარწმუნებული ვარ ძალიან არაკომფორტული იქნება ქუსლიდან გამომდინარე, თუმცა არ აუშავს. ჯერ მარტო
აქ გარდერობში რომ ვუყურებ, ეგეც კი საკმარისია, რომ გამობედნიეროს, ისეთი ლამაზია და მოკლედ ესეთი განსაკუთრებული წვილი და შედარებით არაკლასიკური წვილი ჩემს გარდერობში ალბათ ერთადერთი არის. შემდეგი ფეხსაცმელი შედარებით უფრო ყოველდღიურია, რომელიც შარშან დამთარში მე მგონი დაბადების დღეზე მაჩუქა ჩემმა დამ. არის Calvin Klein's ლაკის ფეხსაცმელია და ზოგადად ლაკით არ მომწონს, მგონია რომ ჩვეულებრივ ფეხსაცმელსაც კი ძალიან განსაკუთრებულად ლამაზ ხდის, ასევე აქვს საკმაოდ კომფორტული ქუსლი, ანუ ყოველდღიურად სასიარულოდ სამსახურში ჩასასვლელად მაგალითად ძალიან კომფორტული სიმაღლე აქვს. თვითონ კალაპოტს, რასაც ეძახიან, ესეც ძალიან კომფორტული აქვს, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ლაკია, ისეთი მუქნილი არ არის, როგორც იქნებოდა მაგალითად რბილი ტყავისგან რომ იყოს დამზადებული, ნაკერებში ცოტა ფეხს მტკნეს, თუმცა ისეთ განსაკუთრებულს არაფერს. იქიდან გამომდინარე რომ ჯერ ისეთი სიხშირით არ მწმია, რომ მომერგოს კარგად ფეხზე, მაინც ცოტა დრო ჭირდება, მოკლედ ეს ფეხსაცმელი შევიძინეთ მეისიში, თუ სწორად მახსოვს, შარშან სახელმწიფო ფასეკლების პერიოდში. და მოკლედ სამსახურისთვის შედარებით უფრო კლასიკურ ჩაცმულობასთან ყველაზე ხშირად ამ ფეხსაცმელს მიმართავ ხოლმე. იგივე თემატიკაში შემდეგი ფეხსაცმელი, რომელიც შავია და ესეც ქუსლიანი და წვეტიანი წყლით, არის Mango's S მოდელი, რომელიც არის ბარხატის. ეს ფეხსაცმელი შევიძინე შარშან, ჩქარა, იმიტომ რომ სახალხოთვის ფეხსაცმელი წამოღებული არ მქონდა, რომელიც მოუხდებოდა. და ძალიან მომეწონა. ასევე აქვს საკმაოდ გრძელი ცხვირი, რაც მგონია რომ უფრო რაღაც განსაკუთრებულს ხდის კონკრეტულად ამ მოდელს, იმიტომ რომ რეალურად ძალიან კლასიკური ფორმა აქვს და წესით არაფერი განსაკუთრებული არ უნდა იყოს, ასევე ქუსლიც აქვს ოდნავ განსხვავებული, ძალიან ლამაზია, კომფორტულიც არის, სხვათა შორის იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მაღალი ქუსლი აქვს, მეგონა რომ არ იქნებოდა, თუმცა საკმაოდ კომფორტულია. თვითონ ეს ბარხატი ძალიან მომწონს, განსაკუთრებით საახალწლო პერიოდში მგონია რომ ძალიან ხშირად გამოვიყენებ ხოლმე, როგორც შარშან. და ასევე ესეთი slingbacks, რასაც ეძახიან, ესეთი ფორმის ქუსლები ძალიან მომწონს. შემდეგი ფეხსაცმელი, რომელიც ასევე საახალწლო პერიოდში შევიძინე, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, Primark-ში ძალიან იაფიღირდა. თუ სწორად მახსოვს, რაღაცა $20-მდე შეიძლება ნაკლებიც. არის ულამაზესი, შემდეგ ზუსტად ეს მოდელი ვნახე Stradivarius-ში, განსხვავებული ქუსლი ჰქონდა, თუმცა წინ ეს ვარდი ჰქონდა ზუსტად იდენტური. და რა თქმა უნდა, ბევრად იაფი იყო Primark-ში, ვიდრე Stradivarius-ში. ხარისხობრივად, რა თქმა უნდა, Primark-ის რადგან არის ისეთი განსაკუთრებული ვერა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ გამოსასწრულად გამოვიყენებ ამ ფეხსაცმელს, მგონია რომ ნამდვილად ღირდა შეძენა. ულამაზესი არის ფეხზე, დგომა ძალიან ლამაზი აქვს. რადგან სადღესასწაულო თემატიკას მივყვები, გავგრძელებ ამ ფეხსაცმლით, რომელიც შევიძინე Charles & Keith-ში დაახლოებით ალბათ 3-4 წლის წინ. ეს მოდელი, როგორც ვიცი, ახლაც აქვთ უბრალოდ სხვა ფერში. ძალიან მომწონს წინ ეს თვლების დეტალი, მგონია რომ მანოლოს ინსპირაციით არის სავარაუდოდ შექმნილი, ულამაზესად ჭყვიალებს. ძალიან ლამაზია, ჩანთების ჩვენებისასაც გაჩვენეთ თუ არ ვცდები ეს ფეხსაცმელი, იმიტომ რომ შესაფერისი ჩანთაც მაქვს, რომელსაც ვიყენებ ხოლმე, ულამაზესად ჭყვიალებს მართლა, განსაკუთრებით ღამის შუქზე და იდეალური არის საახალწლო პერიოდისთვისაც, ძალიან კომფორტულია, ქუსლიც საკმაოდ ნორმალური სიმაღლის აქვს და შესაბამისად სასიარულო ძალიან მარტივია და ამის გარდა კალაპოტს, რასაც ეძახიან, ესეც ძალიან კარგი აქვს, შესაბამისად ფეხი კარგად დგას და შემაწყობელი არ არის მოკლედ სიარულის დროს. ეს ფეხსაცმელი მწმია საკმაოდ დიდი ხანი, საათობით და ასევე სიარულიც ძალიან ბევრი მომიწია მაგ დღეს მახსოვს. და საერთოდ არ შეუწუხები ვარ, ნიუ-იორკში მეცვა ბოლოს თუ სწორად მახსოვს საახალწლო წვეულებაზე ჩემი უნივერსიტეტის და წარმოიდგინეთ სახლიდან ნიუ-ჯერსიდან წავედი მანჰეტენზე, ანუ 1 საათი მინიმუმ გზაში მეცვა ავტობუსში, შემდეგ მეტროში და ასევე ფეხის მომიწია საკმაოდ დიდი ხანი სიარული, რომ მივსულიყავი ივენთის ადგილამდე.
და საერთოდ ოდნავადაც არ შევუწყები ვარ. ულამაზესი არის, ასევე მახსოვს რომ ქუჩაში ძალიან ბევრი კომპლიმენტი მივიღე ჩემს აუთფიტთან დაკავშირებით და აუცილებლად ძალიან დიდი გავლენა იქონია დარწმუნებული ვარ ფეხსაცმელმა, იმიტომ რომ ძალიან ყურადღებას იქცევს იმდენად ლამაზად ჭრიალებს. ეს ფეხსაცმელი შევიძინე ქორწილისთვის იდეაში. ჯერ კიდევ არ მქონდა გადაწყვეტილი როგორი ფეხსაცმელი უნდა ჩამოცვა, თუმცა მე კაბასთან ერთად უკვე აღარ მომეწონა და უბრალოდ დარჩა ჩემს გარდერობში სხვა ივენთებისთვის. ამ თემატიკაში რომ გავაგრძელო, შემდეგი ფეხსაცმელი არის ჩემი სიამაყე მანოლოები. ვინც Sex and the City-ს უყურებთ, ალბათ იცით როგორი აიკონიკ ფეხსაცმელია და კონკრეტულად ეს მოდელი როგორი აიკონიკ არის. ქერი ბრაჩოუსაც თავის ქორწილში ზუსტად ეს მოდელი ეცა, უბრალოდ განსხვავებული ფერი იყო, ლურჯი იყო და ბარხატის. ეს არის თეთრი ტყავის, ეს თვლების ნაწილი ულამაზესია ქორწილში. შოქში ვიყავი, იმდენად მომწონდა, თან ჩემ კაბასაც ძალიან მოუხდა. ასევე კომფორტულიც არის, მთელი დღის განმავლობაში მეცვა ქორწილში და თითქმის არ შევწუხები ვარ, ბოლოსკენ რა თქმა უნდა დამეყოლა ფეხი, მაგრამ ეგ მე მგონი ძალიან უნებრივი და ცხადია, იმიტომ რომ ქუსლიც დაბალი ნამდვილად არ აქვს. ეს ფეხსაცმელი გამოვიწერე Farfetch-დან, საკმაოდ ძვირი გადავიხადე, თუმცა ქორწილის ფეხსაცმელისთვის ინვესტიცია მგონია რომ ღირდა. ამის შემდეგ მეცვა ჩემს graduation-ზე, რაც განსაკუთრებული შემთხვევებისთვის ვინახავ, მოკლედ ამ ფეხსაცმელს ულამაზესი არის, დგომა აქვს ძალიან ლამაზი, ანუ ფეხზე ჩაცმული ულამაზესია, ფეხს აგრძელებს რაღაცნაირად, ისეთი ფორმა აქვს ეს ჭრა. და რა თქმა უნდა ეს თვლები ძალიან მომწონს და ძალიან მიყვარს, საგადოდ ჭრიალ ფეხსაცმელები ალბათ შეატყობდით. ასევე ქორწილისთვის შევიძინე ეს ფეხსაცმელი, უბრალოდ ჩემმა ქმარმა მაჩვქა. ეს ფეხსაცმელი ვიყიდეთ დუბაიში, არის Dune, ესეთი ბრენდი, განსაკუთრებულად ძველი არ არის, ძალიან ბიუჯეტურია, თუმცა ფასთან მიმართებაში მართლა ულამაზესი დიზაინი აქვს. არ ვიცი აქ რამდენად კარგად ჩანს, თუმცა ახლოდანაც გაჩვენებთ, მაგალითები აქვს და თვლები, არის სატინის ნაჭერი, ანუ ატლასი ალბათ ქართულად და არის უკომფორტულესი, ამასთან ერთად აქვს უკან ესეთი შესაკრავი, რომელიც ბანდის ფორმით მქონდა ქორწილში და ძალიან ლამაზია ფეხზე. ქუსლი მაღალი არ აქვს, შესაბამისად სასიარულოდაც ძალიან მარტივია და ამის გარდა თვითონ დაქანება და დგომაც ძალიან კომფორტული აქვს. შემდეგი ფეხსაცმელი, რომელიც უნდა გაჩვენოთ, არის კიდევ ერთი Jimmy Choo. ესე გამოიყურება. ულამაზესია, არის ბარხატის და ესეთი თვლები აქვს, როგორც შეატყობდით ყველა ფეხსაცმელზე, ყველაზე მეტად მოკეთ ესეთი თვლები მომწონს, გამოსასროლად განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ძალიან ლამაზია. თვითონ სიმაღლე ქუსლის არის ძალიან მაღალი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ქუსლია, რომელიც არის ჩემს გარდერობში და სამწუხაროდ მაქვს ცოტა პატარა, არის 38 ნახევარი ზომა და ზოგადად 38-ს ვატარებ, თუმცა თვითონ ეს მოდელი რატომღაც საკმაოდ პატარა არის. ერთხელ მეცვა სულ, თუმცა იმდენად ლამაზია რომ ვერ ველები. თითქმის 1 საათი მეცვა ალბათ და ბოლოს უკვე ვერ გავუწევი და გავიხადე, თუმცა ულამაზესია მართლა ფოტოებისთვის და შედარებით ისეთი ივენთებისთვის, სადაც დიდი ხანი ფეხზე დგომა სიარული არ მიწევს ხოლმე, აუცილებლად გამოვიყენებ, კიდევ დარწმუნებული ვარ. ეს ფეხსაცმელი შევიძინე პარიზში, აუთლეტში, დასახელებასაც დავწერ, სადაც ვიყავი. უდიდესი ფასდაკლება იყო, 200 евро გადავიხადე თუ სწორად მახსოვს ამ ფეხსაცმელში, რაც ნამდვილად ღირს მით უმეტეს Jimmy Choo-ს ფეხსაცმლისთვის, იმიტომ რომ ფასდაკლების გარეშე და აუთლეტის გარეშე დაახლოებით 1000 ევროს ფარგლებში მერყეობს ხოლმე ფასები. თვითონ ეს მოდელი არ მინახავს სხვათა შორის ხშირად. ალბათ მხოლოდ იმ აუთლეტში ვნახე ერთხელ, სხვაგან სხვა მაღაზიებში არ მინახავს, სავარაუდოდ ძველი კოლექციიდან არის, თუმცა ბევრს არაფერს ნიშნავს ეს ჩემთვის. რაც თავარი არის ულამაზესი, აქვს ძალიან კლასიკური ფორმა, შესაბამისად ვიცი რომ დროთა განმავლობაში მოდი და ნამდვილად არ გადავა და მოკლედ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფეხსაცმელი არის ჩემს კოლექციაში. ახლა შედარებით უფრო ყოველდღიურ ფეხსაცმელებზე გადავალ. შემდეგი მოდელი არის ესეთი ღია ფეხსაცმელი, სანდალი, რომელსაც ვიყენებ ხოლმე საფულში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან ღიაა და საკმაოდ ხშირად ვიცემ ხოლმე, ჩვეულებრივ ყოველდღიურ აუთფიტებთანაც, თუმცა გამოსასროლოდაც გამოვიყენებია და მგონია რომ ძალიან გვხვდება, უბრალოდ უფრო ყოველდღიურად ვიყენებ, იმიტომ რომ აქვს
პატარა ვისი ქუსლი, ფაქტიურად kitten heel არის და შესაბამისად სასიარულოდაც ძალიან მარტივია. ძალიან მომწონს ეს ოქროსფერი დეტალი, იმიტომ რომ ყოველდღიურობაში, როგორც იცით, ოქროსფერ აქსესუარებს ვიყენებ ხოლმე, შესაბამისად ჩვეულებრივი ლუკისთვის ყველაზე მეტად ყოველთვის ოქროსფერი მეტალით მომწონს ჩემი ფეხსაცმელები. ეს ფეხსაცმელი შევიძინე Charles & Keith-ში დაახლოებით 3-4 წლის წინ ალბათ, სავარაუდოდ ახლა აღარ იქნებათ ესეთი მოდელი, თუმცა სტილით მსგავსი დიზაინის შეძენა, რა თქმა უნდა, ბევრგან შეგიძლიათ. ულამაზესია, უკომფორტულესია, ძალიან მომწონს ესე ფეხზე რომ უნდა შეიკრათ, მოკლედ. ძალიან ლამაზია და მგონია, რომ განსაკუთრებით ზაფხულის ლუკებს ძალიან უხდება. შემდეგი მსგავსი სტილის ფეხსაცმელი არის ესეთი შავი, რომელიც შევიძინე სალამანდრაში. თუ არ ვცდები 3 წლის წინ არის თამარისის ბრენდის. ძალიან ლამაზია ფეხზე, აქვს ესეთი ოთხკუთხედი ცხვირი, რაც სხვა ფეხსაცმელებს შემსას არ აქვს არც ერთს. თუმცა იმას ვიტყვი, რომ 4 წლის განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად მეცვა, ცოტა გაფუჭდა, აძვრა ეს ტყავის ნაწილი შიდა, თუმცა ისეთი არაფერი რისი გამოსწორებაც არ შეიძლება, უბრალოდ ჯერ ვერ მივაღწია იქამდე, რომ შევაკეთებინო ხელსენს. და კიდევ ერთი ესეთი ღია ფეხსაცმელი, რომელიც შარშან შევიძინე Stradivariusში, არის ესეთი ოქროსფერი, ძალიან სადა სანდალი, რომელსაც საკმაოდ ხშირად ვიყენებ ბოლო 1 წლის განმავლობაში. გამოსასროლად ყველაზე კომფორტულად ზაფხულში მით უმეტეს ამ ფეხსაცმელს ვხმარობ, ჯერ ერთი იმიტომ რომ ოქროსფერია და ამის გარდა ძალიან კომფორტულია. ზოგადად რაც არ უნდა უცნაური იყოს, Stradivarius-ის ფეხსაცმელი ქუსლიანი, რომელიც შევიძენია, აბსოლუტურად ყველა არის უკომფორტულესი. ძალიან კარგი დგომა აქვს, სასიარულოდ შემიძლია რომ საათები მეცვას და საერთოდ არ მაწუხებს ხოლმე. ქუსლი ახლა საკმაოდ მაღალი ნამდვილად არ აქვს, თუმცა არც დაბლად არ ითვლება, ესე მგონია. რბილი არის ძალიან, მიუხედავად იმისა, რომ ტყავი არ არის, ფეხს ნამდვილად არ გადგენთ. და ამასთან მგონია, რომ ოქროსფერი ან ვერცხლისფერი ფეხსაცმელი გააჩნია, რომ მეტალს მოიხმართ ყველაზე ხშირად, აუცილებლად უნდა იყოს ყველა გარდერობში. და ასევე ყველა გარდერობში უნდა იყოს ერთი nude, ანუ კანისფერი ფეხსაცმელი. ძალიან მომწონს ესეთი ღია ფეხსაცმელები ზოგადად ალბათ შეამჩნევდით, იმიტომ რომ ყველაზე კომფორტული მაინც ჩასასმელად მგონია, რომ ღია ფეხსაცმელია. რაც არ უნდა იყოს დახურული, ყოველთვის უფრო მეტად ღლის ფეხს ვიდრე ღია. ეს ფერი ულამაზესი არის და მგონია, რომ ძალიან მარტივად შეგიძლიათ რომ შეუხამოთ ყველანაირ ლუკს. ეს კონკრეტული შევიძინე Charles & Keith-ში დაახლოებით 3 წლის წინ. ვიტყვი რომ ოდნავ გაფუჭდა, თუმცა ეს ალბათ უფრო შემიმბრალია, იმიტომ რომ ძალიან ცუდად ვებყრობი ზოგადად ფეხსაცმელებს, ისეთ ფეხსაცმელებს, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებ ხოლმე. ძალიან ლამაზი ქუსლი აქვს, რაღაცნაირი ოთხკუთხედი დაწვრილი, მაგრამ ამავდროულად ცოტა ფართოც არის, შესაბამისად სასიარულოდ უფრო ამარტივებს. დგომა ძალიან ლამაზი აქვს და კომფორტულიც არის. და კიდევ ერთი კრემისფერი ფეხსაცმელი, რომელიც მაქვს, არის ეს Mangos მოდელი. ყოველდღიურად ჩასაცმელადაც გამოგადგება და ასევე გამოსასროლოდაც. ისეთი ფერია, რომ ძალიან აგრძელებს ფეხს, რადგან არის კანისფერი, შესაბამისად ვიზუალურად ქმნის იმის ილუზიას, რომ ფეხი უფრო გრძელია ვიდრე არის სინამდვილეში და ამის გარდა ნებისმიერ ფერის კაბას ძალიან უხდება. დღეისათვის სულ ეს იყო, იმედია მოგეწონათ ჩემი ფეხსაცმელები, აუცილებლად გამიზიარეთ კომენტარებში, რომელი იყო თქვენი საყვარელი მოდელი და რომელია თქვენი საყვარელი ფეხსაცმლის ბრენდი. ყოველთვის ვეძებ ახალ ლამაზ ფეხსაცმელებს, შესაბამისად ძალიან გამიხარდება თუ გავუწევთ რეკომენდაციას რომელიმე ბრენდს, რომელიც შეიძლება არ ვიცოდე. ჩემი საყვარელი ბრენდები, რომ შევაჯამოთ, არის რა თქმა უნდა Jimmy Choo და Manolo Blahnik, რომელიც არის კლასიკური, ესე ვთქვათ, ბრენდები ფეხსაცმლისთვის და ძალიან აიკონიკ არის ფეხსაცმლის ინდუსტრიაში ზოგადად. ყოველდღიური ფეხსაცმელებიდან ყველაზე ხშირად მიმართავ ხოლმე Charles & Keith, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ფასთან შედარებით ხარისხი საკმაოდ კარგია და ასევე დიზაინებიც ძალიან მომწონს, შედარებით განსხვავებული, ასე ვთქვათ, მასიურად წარმოებული ფეხსაცმლის დიზაინებისგან. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დაალაიქეთ და დააკომენტარეთ და ასევე არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა. ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურეთ. დროებით.